უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში სამხედრო კონტინგენტის საკითხზე მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალების განლაგებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს პარიზი და ლონდონი უკრაინასთან განიხილავს. მაკრონი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახლა მათი გაუქმების დრო არ არის. ამ პოზიციას იზიარებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ეს არის ფრანგულ-ბრიტანული შემოთავაზება ამ მხარდაჭერ ძალებთან დაკავშირებით და ეს უკრაინის სურვილია. ინიციატივა სხვა ქვეყნებთანაც განვიხილეთ, რომლებსაც მონაწილეობა სურთ. ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის. ჩვენი სურვილია შეერთებული შტატების ჩვენ მხარეს იყოს. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ვფიქრობთ ახლა მისი გაუქმების დრო არ არის. უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ახლა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო არ არის. პირიქით, განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა, რათა დავეხმაროთ შეერთებული შტატების ინიციატივას, რათა ქვეყნების ამ ჯგუფის მხრიდან წნეხის მეშვეობით რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ.